ბატონი გიორგი გახარია ყავდა თავის გადაცემაში დროებაში სტუმრად უნამუსო თარგამაძეს, გიორგი თაურგამაძეს, რომელიც რა ვიცი ის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო, მერე ბადრიმ რაღაც შეიფარა გადაცემა წააყვანინა, მოკლედ გვერდში დაიყენა და უღალატა იმ კაცს და აი პატარკაციშვილის მტრების შნირი გახდა ბოლოს აი ეს თარგამაძე. ვინც პატარკაციშვილი მოკლა, აი იმ ადამიანების შნირია დღეს გიორგი თარგამაძე. აი ეგ არის. თუ ვინმე საინტერესებს მაგის პიროვნება. და კიდე ბევრი ცუდი რამ, რაც მოკლედ შორს წაგვიყვანს რო ვილაპარაკოთ. ხო და აი ამ უნამუსო თარგამაძესთან, უნამუსო გახარიაზის და ტირის. Რო იძახის ესეთ რაღაცას, შინა აზრი ეს არის, რომ ჩვენო მარტო საქართველოში კი არ გავფარჩაკდითო ოპოზიცია, სწორად უნდა გაიგოსო ესო ჩვენმა ამომრჩეველმა და ხალხმაო. მთელ მსოფლიოში გაგვაფარჩაკესო. ამას ოღონდ აი ამ შინაარსი ეს არის, ოღონდ რაღაცებს მივლა მოვლებით რაღაცებს აი ესე უვლის წრეებს და ხსნის ამას რაღაც ათასნაირი შეფუთვით, რომ ცდილობს ლამაზად მიაწოდოს ადამიანებს. ბატონო გიორგი, ვიცით, რომ გაფარჩაკდით, აქ თქვენ გაფარჩაკდით, თქვენ პირადად და ხაზარაძეები და რავი ის გვარამიები და მელიები და ვიღაც ამ ქვეყნის მტრები, ხოშტარიები და ჯანდაბები. აქ თქვენ დამარცხდით და ქვეყნის გარეთ კიდე თქვენ პატრონებს უტყნავენ პატრონს. აი ეგ დრო არის დაწყებული და მაგას ხსნით, რომ აი ვითომ თურმე რაღაცა შეგნებით უნდა რაღაცა შეგნებით მოვეკიდოთ, თურმე გარეთაც ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ გარეთო ისე აირიაო და ჩვენ პატრონებს ისე დედას უტყნავენო, რომ ჩვენ აქ დავჩით უშანსოთო. აი ამას ხსნის, ამას აპარებს თავის ამომრჩეველს. მაგრამ ჩვენ ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ, ეგ ვიცით უკვე კარგახანია ტრამპი რო გახდა პრეზიდენტი, აი მაქედან დაიწყო თქვენი პატრონების პატრონის ტყნა და შესაბამისად თქვენც უშანსოდ რჩებით ამ ქვეყანაში თქვენი პატრონების გარეშე, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობამ კარგად იცის რა ვირიშვილებიც ხართ და თქვენი კოლექტიური ოპოზიციის თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენლები ვინც ხართ, აი თქვენი პიროვნებებით და თქვენი საქციელებით დაარწმუნეთ ამ ქვეყანაში უმრავლესობა, რომ არარაობები ხართ, არასერიოზული ხალხი ხართ და ვიღაცების შნირები რო ხართ, აი მაგაში დაგვარწმუნეთ, ეგ დაამტკიცეთ და აი ეგ ხართ თავიდან ბოლომდე. დანარჩენი თქვენი ფასი, აი თქვენი პატრონების გარეშე არის, ჩალის ფასიც არ არის. იმდენად ფარჩაკები ხართ ქვეყნის შიგნით. და აი ეს თქვენი პატრონები ვითომ რაღაცა იმედებს გაძლევდნენ და ხალხს აჩვენებდით იმ თქვენი პატრონების განცხადებებს ისე, რომ თურმე ცივილიზებული სამყარო თქვენს გვერდით არის. ცივილიზებული სამყარო არ არის, არც მეტრაკეროთი, არც ვიღაცა გადაღწევებული 90 წლის სენატორი, არც კაია კალასი და არც ბორელები და არც ვიღაცა სირიკოები. ერთი ზელენსკია გმირით იქ თავის ქვეყანაში და უკრაინას მოუტანა კაი ამბავი და მეორე თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრიოტები და ამ ქვეყანაზე შეყვარებულები. აი თქვენ გახარიები, ხაზარაძეები და ვიღაცა ფარჩაკები. მაგრამ კარგია, რომ შეფარულად, მაგრამ მაინც გახარიამ გადაწყვიტა, რომ პირველი იყოს, რომ ამცნოს მოსახლეობას და თავის კონკრეტულად თავიანთ ამომრჩევლებს რო შეაპარონ, რომ ფარჩაკები ვართ და ნუნდა გძრახავთო რა, აი ესე გამოვიდა, რომ ცდიო არაფრის შანსი აღარ გვაქვსო და გაგებით მოეკიდეთო, იმიტომ რომ პატრონები მოგვიტყნეს ქვეყნის გარეთო.
აი ეგ არის გახარია და დღევანდელი ოპოზიცია.